სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გამართა. ლევაზ ასათიანმა საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით სამცხე-ჯავახეთში არსებულ პოტენციალზეც. ლევაზ ასათიანი თვლის, რომ დარგის განვითარებისთვის რეგიონის ყველა რესურსის ათვისება მნიშვნელოვანია. Გქონდა ჩვენ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ურთიერთობა რაიონულ სამმართველოებსა და საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრებსა და ფერმერებს შორის. რა პრობლემები აქვს ამ კომუნიკაციის დროს, რა ტიპის კონსულტაციებს უწევენ, რა მეთოდებს იყენებენ, რამდენად არის საჭიროება ამ კონსულტაციების გაწევის და როგორია მათ შორის კომუნიკაცია, რა აქვს პრობლემები და როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემები ჩვენ გადავწყვიტოთ. დღესვე მინისტრის მოადგილე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები, საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ. მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა ჩაერთონ წმუნებულებთან ერთად, რომ შემუშავდეს სოფლის პროფილები, რადგან ვიცოდეთ, რომელი სოფელი სამცხე-ჯავახეთში რა მიმართულებით უნდა განვითარდეს. მოხდეს უფრო მეტად დაუშვათ გაფართოვება, უფრო მეტად მოხდეს სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთება, სხვადასხვა საწარმოების შექმნაზე თუ სხვადასხვა ამ კუთხით, რომ განვითარდეს სოფელი და შემდგომ უკვე რეგიონიც. ახალი პროექტი სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების ეფექტური მუშაობის მიზნით ხორციელდება. პროექტი წელიწადნახევრიანია და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს, როგორიცაა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, ტრენერებისა და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება თუ მინდვრის დღეების გამართვა. პირველ რიგში მიზნად ისახავს ჩართულობას ფერმერთა საბჭოების, ჩართულობას პროფესიული კოლეჯების, აგრარული მიმართულების პროფესიული კოლეჯების, ჩართულობას რაიონული და მუნიციპალური საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების პარტნიორებად ითვლებიან რეგიონალური სამსახური საინფორმაციო საკონსულტაციოს, იმიტომ რომ მათი გაძლიერებისთვის ხორციელდება ეს პროექტი, რაც მიზნად ისახავს სამომავლოდ გაუმჯობესდეს მომსახურება და სერვისები ფერმერებისათვის. სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერის პროექტს სამცხე-ჯავახეთში გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს, რომელსაც რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია სამყარო ახორციელებს. ანალოგიური პროექტი დაგეგმილია სამეგრელოსა და რაჭაშიც.